მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ვნახოთ ჩემო მშვენიერებო დღეს, რას ფიქრობს ის თქვენზე დღეს. აქ გვაქვს ჩვენ მოკლე გაშლა, გრძელი გაშლა ჩვენ გვაქვს მეორე არხზე. გრძელები ისაც უყვარს გრძელი გაშლები. ეხლა ვნახოთ ჩვენ ჯერ მისი სიგნიფიკაცია, ვნახოთ ეხლა რა ხდება, ეხლა უცებ მოვძებნოთ ჩვენი მეფე. და ბიჭებო, თქვენ ვინც უყურებთ, შეგიძლიათ გადაატრიალოთ. ენერგია იქნება თქვენთვის და მე უკვე ვნახოთ ეხლა რას ფიქრობს თქვენ დღეს, ხო? ვნახოთ ეხლა ჩვენ რა ენერგიებში, რა შლო. ოი. ნუ ჩემო ლამაზუნებო, ეგრევე გამოხვედით თქვენ. პრინციპში ჩვენ არც მდაგჭირდა დიდი ხანი ძებნა და პოვნა. აგერ გამოვიდა ჩვენი ხმალების მეფე. გამოვიდა ეგრევე თავისი საყვარელი ქალის ურთ, რომლის შორით მაჩვენებს რეხა არის, ანუ აქ არის როგორი ენერგია, იცით, თქვენ შორის არის, ასე ვეთყოდე, რომ თითქოს ეხლა ბრძოლა, ვინ ვის მოუგებს. ეს დგას რაღაც, სიყვარული. ცადეთ ერთი წამეთ, ეხლა რაღაცა ინფორმაცია მოდის და მინდა დავაზუსტო. მისი ენერგიები. Так, ერთი წამი მინდა დავაზუსტო მე. და გეტყვით მე, რომ არ მიყვარს, ხო იცით, მე სიზუსტე მიყვარს და ახლა მინდა გავიგო აქ ეს ეხლა მათ ხო გითხარით. Так, აქ იქნება გოგოებო რაღაცა ორი ვარიანტი, გეტყვით მე თქვენ. შეიძლება პირველი ვარიანტი ისეთი იყოს, რომ ადამიანმა აქ თქვენთან დაუშვათ, კი უყვარდა დაუშვათ ქალი, მაგრამ დაასრულა და ეხლა ახალი სიყვარული აქ, ვისაც უნდა რომ თქვათ ეხლა ოჯახი. იმიტომ თქვათ გადაწყვეტილება მიიღო, ბევრს ფიქრობდა, მაგრამ ასე მოხდა, მაგრამ მეორე ვარიანტი არის აქ, საჯარო გაშლა ჩემო სიხარულებო და ამიტომ აქ ხსიცი რაღაცა ხდება. მეორე ვარიანტი შეიძლება ეს თქვენ ხართ ის ქალი, რომელიცაც მაგან კი ყოლდი რომ აქ მაჩვენა თქვენ თასიბის დედოფლად. ამიტომ შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს სიყვარული თქვენ გეყოთენ და თქვენ ხართ როგორ იცით, ერთ ენერგიაში გამოდიხართ აქ. ესეც შეიძლება თქვათ ძალიან მიყვარს, თან სექსუალურადაც ძალიან კარგად, ვერ წარმომიდგენია სხვა ვინმე, ეს ძალიან უნდა რომ წამოვიდეს, მაგრამ მარტო ფიქრებში არის, ჯერ არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ისეც აღიარებს, რომ თქვენ ხართ ის ქალი მნიშვნელოვანია, რომელთანაც ძალიან უნდა მოსვლა, რომელიც მისთვის მისი ოჯახი, მისი სულ ყველაფერი, მაგრამ აქ რაღაცას თვირთივითაც არის, აქ ოჯახში არის, შეიძლება არასწორი არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა და არასწორი რა, არასწორი არ არსებობს, შეიძლება რაღაცა არჩევანი გააკეთა მაგან ოჯახისკენ და ეხლა დასრულდა ახალი რამე ელოდება. საინტერესოა ძალიან და ვერ აკეთებ ერშვები. კიდე გვერდხების დედოფალია. მაგრამ ეს თქვენ ხართ. ეს ხარ თქვენ, ჩემო ლამაზებო, აქ შეიძლება ვიღაცა სხვაობა ასაკში კონდეს. აქ იცით რა არის, შეიძლება ეს ადამიანი სადღაც იყო წასული. იქ სადაც ეს ადამიანი იყო წასული, შეიძლება გააკეთა მაგან, იყო ნახეთ აქ როგორი შეიძლება ისტორია იყო რა. ახლა ნახე დავიწყებ გარჩევას ღმერთო. ესე იგი, აქ არის როგორი თემა, შეიძლება ამ ადამიანს უცბად მოუწია წასვლა.
იმიტომ რომ არჩევანი გააკეთა ოჯახისკენ. ოჯახი ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ თქვა ეხლა ცოლი დრო საჯარო გაშლა, ამიტომ გაითვალისწინეთ. ზოგს ოჯახი მართლა ცოლშვილი ყავს, ზოგს ოჯახი დაუშვოთ ეხლა ან გმარშვილი, ხო? ან ზოგს ეხლა ოჯახი ეს სადაც აი თქვა მამა-პაპური თქვა დედმამისთან რაღაცა ეგეთი რა, იმიტომ რომ ბევრნი ხართ, ან რაინდი არის, შემიძლია ვთქვა რომ შუა ახალგაზრდა ადამიანი. ნუ აი ასე ორი ვარიანტი გვაქვს ჩვენ. და იქ რო წავიდა რაღაცა, იქ შეიძლება ბევრი შრომა უწევდა, ან რაღაცა უნდა გაეკეთებია, მაგრამ ეხლა დაასრულა და ეხლა არის მზად ახალი ახალი საწყისისთვის თქვათ, ხო? იმიტომ რომ იქ როცა იჯდა ეტყობა ეს ადამიანი, მიხვდა რომ თქვენს გარეშე ძალიან ცუდად არის ეს. აქ არის ფიქრი, უნდა რომ რაღაცა შეიცვალოს, მიხვდეთ? თვითონ გამოდის აქ ხმალების მეფეთაც, გვერდხების მეფეთაც გამოდის რა. ენერგიით ხარ, ანუ თან საყვარელი ქალიც არის, თან ახლა თვითონ არის ცივ ენერგიებში, ახლა მე გესმით? ანუ ცივად იქცევა. არ ჩანს, არ გამოდის კავშირზე, ფიქრობს, არაფერს არ აკეთებს, მარტო ფიქრები აქ რომ მინდა რომ წავედი რომ აი ეგეთი რაღაცა არის. მოდით, კაი ფიქრებზე რადგან გადავედით, ჩვენ ვკითხოთ ახლა, всё. აქეთ გადათორე ჩვენ ხო იცით ახლა რომ დავიწყოთ ამის გარჩევას. ეს უკვე იქით არხზე იყოს, всё. так, მოდით, ესაც მქონდეს აქ 2 წუთი რა, რომ ვიცოდე რომ იქ დამეხმაროს კიდე ესაც. მოდი ახლა შენ მითხარი, აბა რა ფიქრები აქვს დღეს თქვენზე? რა ფიქრები აქვს დღეს თქვენზე? ნახოთ. თქვენზე რა ფიქრები აქვს ამ ადამიანს? თუ ფიქრობს იმაზე, რომ უნდა შეიცვალოს მის ცხოვრებაში ბედიშიც, ან თქვენ შეცვალეთ მისი ცხოვრება. დღევანდელი ფიქრი ამ გოგოზე მითხარი. კიდე იგივე. იცით როგორ არის? აქ არის როგორ იგივე გამოვიდა ეს ფიქრებიც, თქვენზე ეს კვერთხების დედოფალი, აქაც იგივე კვერთხების დედოფალი. ანუ აქ ახლა პრინციპში ნუ ეს ძალიან მე რო ვთქვი რომ ვიღაცა სხვა რაღაცა, ეს არის აი ძალიან პატარა ვინმესთვის იქნება ცოტა ვინმესთვის. რას ფიქრობ, ეს ადამიანი მართლა ფიქრობს თქვენზე, იმიტომ რომ ეგ ძალიან აი თითქოს იცით რა არის, აი გზები გადამეკეთა. თვითონ ფიქრობს რომ უსამართლოდ მოგექცათ, იმიტომ რომ მხოლოდ თქვენს გვერდით თავს გრძნობს ეს ძლიერად და კარგად. იმიტომ არის აი აქ ეს სიტუაცია რომ მივხვდი მე რომ მიყვარს და ჩემთვის არის ჩემი იმპერატრიცე ქალი, რომელისგანაც მე მინდა შვილი. ნახეთ, არა აქვს მნიშვნელობა თქვენ შეგიძლიათ და შეგიძლიათ ხართას რა ასაკში ხართ. არა. აი ერთ-ერთი აი ეს მაჩვენებელი ნამდვილი ვთქვათ რომ უყვარს მამაკაც ეს არის როცა შვილი უნდა ქალისგან. აი ეს რაღაც თითქოს ესეთი მაჩვენებელი რომ რაღაც სერიოზული გრძნობა ხო აქ და აქაც გამოდის ისევ თასების დედოფალი და თვითონ არის იმპერატორი. იმპერატორმა რომელმაც დაკარგა თავისი აი მომისმენთ რა მოხდა, მაგან რაღაცა თავისი манипуляციები, თავისი ყველაფერი შეხედეთ აქ მნიშვნელოვანი წყვილი არის, იმიტომ რომ აქაც ერთ ენერგიაში ხარ თქვენ, აქაც ხა უკვე იმპერატორი, იმპერატრიცა გამოდის რა. ეს უკვე იმას ნიშნავს, ეს კარგად ხვდება, რომ მე თვითონ ჩავკეთე ეს, უსამართლოდ მოვიქეცე და ეხლა როგორ გავხსნა ეს, არ ვიცი, გაიგეთ? იმიტომ რომ ქალი მიყვარს, აქაც თასების დედოფლად გამოხვედით, აქაც თასების დედოფლად გამოხვედით. და აი მისი მთავარი ქალი, კაცი ვიყავი, იმიტომ რომ რა არის, იცით ეხლა თასების დედოფალი არის აი მართლა და თასების კიდე მეფე. წყვილი ხარ თქვენ ერთ ენერგიაში, მნიშვნელოვანი წყვილი ხართ ერთმანეთის ეს უმნიშვნელოვანესი რა. მაგრამ შეიძლება თვითონ მოხდა იმ მახეში, რა მახეშიც თქვენ ჩაგაგდოთ. ანუ ეხლა ეს ადამიანი რას ფიქრობს, ნერვიულობს, არ ვიცის როგორ რა გააკეთოს, როგორ მოვიდეს თქვენამდე, გაიგეთ?
ვერ ფიქრობს მეთქი არ იცის. იმიტომ რომ უნდა თუ მოვა თქვენთან, უნდა მოვიდეს უკვე აი მართლა აქ იმპერატორად რომ მოდის, ხო? ანუ ესე იგი იმპერატორი ცოტა თან ჯიუტი ადამიანია სხვათა შორის ძალიან რა. თან ნერვიულობს, თან ეხლა ფიქრობს როგორ დაგაბრუნებს, რა გზა აერჩიოს თქვენსკენ რა. იმიტომ რომ არის აქ ნახეთ აქ რაღაცას ეწინააღმდეგება ეს ადამიანი შეიძლება რამის საქმეები აქ ღმერთო აქ ნახეთ უეჭველი ეს ადამიანი ნახეთ სადაც არ უნდა იყოს როგორც არ უნდა იყოს ეს ფიქრობს იმაზე რომ თქვენ ხართ მისთვის აი ძალიან მნიშვნელოვანია მონათესავისურე რა ვისთანაც ეს ადამიანი კარგად გრძნობს თავს რომ თქვენ ხართ ის ადამიანი ვისაც ესმის მაგისი იმის მიუხედავად რაც არ უნდა ეთქვას თქვა აი ახლა კი არის თქვა ეს სიტუაცია ანუ თითქოს თვითონ აი ინტუიციის დონეზეც გრძნობს რომ თქვენ ხართ ეს ქალი რომელიც უნდა იყოს მესამე წყვილად გამოდიხართ. ანუ გვერთხებით როგორც გამოხვედეთ, როგორც ასების გამოხვედეთ, როგორც პენტაკლების გამოხვედეთ, ხო? ხმალების ერთი თქვენ არ მაჩვენა თქვენი თავი ხმალების დედოფლად და პლუს კიდე ესა იმპერატორი იმპერატრიცა ეს უნიშნელოვანია ეს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება თქვენ ცხოვრებაში უეჭველი მაგრამ აი იცით როგორ არის რაღაცას ეწინააღმდეგება მაგრამ აი თქვენ გაქვთ რა იცით აი მენტალურად ერთმანეთს გრძნობთ თქვენ რა სულის დონეზე გრძნობთ ერთმანეთს ვის გულში რა ხდება და იცის და აქ არის საშინელი ნერვიულობა საშინელი ეს ეხლა დაჟე არ გამიკვირდება თუ დაუშვეთ ზის და ლოცულობს რომ ოღონდაც ღმერთო გამომიყვანე ამ მდგომარეობიდან იმიტომ რომ უკვე ლამის ჭკუიდან შევიშლები მომეცე ერთი შანსი რამე შანსი რომ ბედნიერება მინდა უბრალოდ ეხლა ეგოისტურად იქცევა აჰა კიდე ძალიან ფიქრობს რას აი რთულია მაგისტრის გაიგეთ რთულია მაგისტრის აი ეს მომავალი რომელიც იქნება, ანუ ფიქრობს თავის მომავალზე, მაგრამ აი თქვენს გარეშე. მარტო აი მე დამეხმარება მხოლოდ და მხოლოდ კარგად რო ვიყო, აი ეს ისე დავაბრუნო ეს კავშირი, ისე რომ მქონდეს თქვათ რამე ცდომა. მარტო ეს მე გამომაჯამთელებს, რომ ძალიან რთულად კიდე 10-იანი, აქაც 10-იანი რთულად ვგრძნობ თავს. შეიძლება ახლა იმიტომ რომ თქვენზე ლაპარაკი ხო თქვენზე რას ფიქრობს ეს ადამიანი და მხოლოდ აი კარგად ვიქნებით თუ აი ეს ამ კომუნიკაციას რო ავაღდგენ აი მაშინ ამოვისუნთქებ მაგრამ აქ უნდა გავაკეთო ახალი ნაბიჯი მაგრამ როგორ რანაირად საერთოდ არ იცის თქვენ მიიღებ თუ არა და უნდა თქვენთან მოსვლა მაგრამ აგერხმალების დედოფალი იმიტომ რომ ეშინია თქვენთან მოსვლა იმიტომ რომ თქვენ შეიძლება არ მიიღოთ თქვენ სუდაკავებული ხართ რაღაცას აკეთებთ მშვენივრად კარგად ცხოვრობთ აქ გაიგეთ ეს როგორ გხედავს და ეს კიდე საწყალი მეუბნება რომ მე აქ ვიტანჯები მე აზზე არ ვარ ჩემთვის ყველაფერი დასრულდა მაგრამ უნდა ახალი რაღაცის დაწყება უნდა გამოჩენა მაგრამ არ ვიცი როგორ იმიტომ რომ შეიძლება დიდი ხანია თქვენ აი აქ კავშირი რამე არ გქონდა თქვა დიდი ხანი ისე იყავით რომ თქვა არაფერი არ იყო აბსოლუტურად აქ ერთ თვეზე მეტი შეიძლება იყოს ეს კონფლიქტი და ეხლა უკვე ეს ადამიანი ზის და გეუბნებით მე თქვენ რას ფიქრობს ეგა რომ აი ფიქრობს გზაზე ფიქრობს მაგრამ იცის რომ სხვანაირად უნდა ის მაგრამ აქ პროსტო უბრალოდ ადამიანს არა აქვს იდეები როგორ გამოჩნდეს რა და აი ეს ანერვიულობს იმიტომ რომ და იცის რომ მე თუ დაუშვათ აი მხოლოდ აი ეს სიტუაცია დაუშვათ მე რომ წავედი აი ეს გამახარებს და მაშინ ვიქნები ბედნიერი გოგო ამ ადამიანს ახლა ნამდვილად უნდა დაბრუნება იმიტომ რომ აქ ახლა დრო ქონდა იმისთვის რომ ეფიქრა მაგრამ უბრალოდ ეს არის რომ აქ რაღაც ვერ წუდა ეთყობა რა არის იცით თქვენ ახლა ესეთ ენერგიებში მაჩვენა თქვენი თავი რომ არ იცის თქვენგან ინფორმაცია თქვენ როგორ ხართ განწყობილი გაიგეთ რა ხდება და ამიტომ
ძალიან რთულია მაგისტრის დაბრუნება, იმიტომ რომ ხმალების მეფად აჩვენა თავისი თავი. ხმალების მეფე ჩაკეტილი ტიპები არიან, გაიგეთ. აკაც ესე რა ქვია, იმის მიუხედავად, ესენი როგორ არიან, იცით? ხმალების მეფე ცივია, გარედან თბილია, ძალიან გული აქვს თბილია, მაგათ ხშირად. უბრალოდ აი ეს ნიღაბი უკეთიათ და შენ ვერ მიხვდები შე როგორი ტიპია და ამიტომ არის ეგ მომენტი და ცოტა ამაყია და რაღაცა ამიტომ უჭირს, გაიგეთ, აი ეს გამოჩენა, როგორ გამოუჩნდა ახლა მე მაგას და როგორ რანაირად ახლა აი ეს არის და ამ დროს ნახეთ ახლა რა მაინტერესებს უცბად ახლა ვკითხავ ახლა უცბად და დავასრულებ ამ მოკლე გაშლას. აი თქვენ რამე უნდა იმოქმედოთ თავშოთ რომ ეს ურთიერთობა თქვენი ისე დატრიალდეს. ელოდება ცვლილებებს ზის და ელოდება არაფერს არ აკეთებს. თქვენ უნდა გააკეთოთ რამე? თქვენ არ უნდა ინერვიულოთ, გაიგეთ რა ხდება. არანაირად არ უნდა ინერვიულოთ, ყველანაირად აქ მაღალი ძალები თვითონ მოაგვარებენ ყველაფერს. როგორ და კარგად რო იქნებ, დაელოდეთ, არანაირად არაფერი არ უნდა, არა. არაფერიც არ უნდა გააკეთო. ეს მაგან თვითონ უნდა ნახოს აქედან გამოსავალი. თვითონ მაგან უნდა ნახოს. ამიტომ თქვენ არაფერი არ უნდა გააკეთო.